მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენ მოგზაურობა ჩემს არხზე. მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ ბიოდროგას შესახებ. პირველად ვუყურებთ ამ არხზე მსგავს განხილვის ვიდეოს, სანამ უშუალოდ პროდუქტებზე გადავალთ. გეტყვით, რომ ეს ვიდეოები კარგი და ცუდი ბრენდების გარჩევას არ ემსახურებიან. ჩვენ აქ ყველანი ერთად ვცდილობთ მივეჩვიოთ სწორ შოპინგს, ვიცოდეთ რა შევიხდით ფულს, გადმოვაბრუნოთ პროდუქტის შეფუთვა და წავიკითხოთ ინგრედიენტების სია, სანამ პროდუქტში ფულს გადავიხდით. ინგრედიენტების სია, რა თქმა უნდა, სრულ ისტორიას არ გვიყვებიან პროდუქტის შესახებ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, გვჭირდება თუ არა ესა თუ ის კონკრეტული ინგრედიენტი თავის მოვლის რუტინაში, ხომ არ გვაქვს უკვე რაღაცა მსგავსი და შეიცავს თუ არა პროდუქტი იმას, რაშიც რეალურად ფულს ვიხდით. თუ ჩვენ აქ რაღაც პროდუქტი არ მოგვეწონება, მაგრამ თქვენ იყენებთ და რაც მთავარია, სასრულ შედეგს ხედავთ, აუცილებლად გააგრძელეთ გამოყენება. ბევრჯერ გიკითხავთ ამ ბრენდის შესახებ, როგორც ჩანს, ძალიან პოპულარულია საქართველოში. მე არასდროს არაფერი მსმენი ამ ბრენდის და მისი პროდუქტების შესახებ, არასდროს არაფერი გამომიყენებია და დამიტესტავს ჩემს კანზე. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მხოლოდ ინგრედიენტების შესახებ საუბრობთ დღევანდელ ვიდეოში. ძირითადად, როცა რამე გიკითხავთ ამ ბრენდიდან, გაინტერესებთ მათი აქტიური ინგრედიენტებით შრატები და გადავწყვიტე, რომ დღევანდელი ვიდეო ძირითადად სწორედ ამ პროდუქტების შესახებ ვისაუბრო, რომ რაც შეიძლება მეტი პროდუქტი ჩავატიო დღევანდელ ვიდეოში. ბიოდროგა არის გერმანული ბრენდი, სხვათა შორის და ძალიან უცნაურია, რომ არასდროს მსმენია ამ ბრენდის შესახებ. ბადენ-ბადენიდან არის, შვარცვალდი არის მათი Zuhause, როგორც წერია ოფიციალურ საიტზე და 1959 წლიდან არსებობს ეს ბრენდი. ოკეი, მოდით დავიწყებ პირდაპირ მათი შრატებით და აქტიური ინგრედიენტებით, რადგან როგორც თქვი, ეს არის კატეგორია, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებდათ. და პირველი გვაქვს მათი 10%-იანი აზელეინის მჟავის შრატი. როგორც კი გავხსენი საიტი, მაშინვე თვალში მომხვდა ფასები, რომელიც ამ ბრენდის პროდუქტებს აქვს. ხოცველად რო გითხრათ, გერმანიაში და ევროკავშირში პროდუქციის წარმოება იოლი თემა არ არის და ბიუჯეტური თემა ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით როცა აქტიური ინგრედიენტებს ეხება საქმე, მაგრამ პირველი ეგ მომენტი მქონდა, რომ ფასები, ეს აზელეინის შრატი მაგალითად 46 евро წერია ოფიციალურ საიტზე. გაითვალისწინეთ, რომ სააფთიაქო ფასები ოდნავ შეიძლება განსხვავდებოდეს ოფიციალური საიტის ფასებისგან. და მე მოცულობას გადავხედე. ეს შრატები 15 მილilitrიანი შეფუთვებით მოდის. ჩვენი სტანდარტული 30 მილilitrიანი შეფუთვის ნახევარი. ანუ ის დრო რა დროის განმავლობაშიც იმ 30 მილilitrიან შეფუთვას იყენებთ, არის ერთი 2 თვე ალბათ, თუ თქვათ დღეში ერთხელ იყენებთ მაგალითად აზელეინის შრატს, ან რაღაც მსგავსი, გაანახევროთ უნდა ეგ დრო და ფასი არ ნახევრდება სამწუხაროდ. 46 ევროდ 15 მილilitrიანი 10%-იანი აზელეინის შრატი არის ძალიან ძვირი. გინდა შვარცვალდში იყოს დამზადებული და გინდა ჰიმალაის მთებში. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ძალიან ძვირი და გადაჭარბებული ფასია პიპეტის თავსახურიანი შეფუთვისთვის. არა, მithumetes 10% აზელეინი, რომელიც კოსმეტიკურ ინგრედიენტად ითვლება და რეცეპტიც კი არ არის მაგ დოზისთვის საჭირო. ანუ არ არის აზელეინის მჟავა ისეთი თემა, რომ რაღაცად განსაკუთრებულად უცხო თემა იყოს. ამ წუთას მინდავს ერთი შეფუთვა 10%-იანი ზუსტად აზელეინი ინქელისტის გახსნით, რომელშიც 12 евро გადავიხადე და 30 მილilitrიანი შეფუთვით მოდის. ვგიჟდები აზელეინზე. არაჩვეულებრივი ინგრედიენტია, არაჩვეულებრივი ანტიანთებითი ინგრედიენტია, სიწითლეებზე ძალიან კარგად მოქმედებს, აკნეზე, აკნეს შემდგომ ლაქებზე და გამონაყარზე. ყოველთვიურად ჰორმონალური გამონაყარი რო შემომიტევს ხოლმე, აზელეინი არის ჩემი საუკეთესო მეგობარი. მთელი გულით ვუწევ ამ ინგრედიენტის რეკომენდაციას. ყველას, ვისაც ჰორმონალური აკნე გაწუხებთ, გამონაყარი პრობლემური განის სიწითლეები, შეგიყვარდებათ ეს ინგრედიენტი. მithumetes თუ შეძლებთ, რომ 10%-ზე ზემო წახვიდეთ, 15 რეცეპტით 20% შეგიძლიათ შეიძინოთ. როზაცია გაქვთ მაგალითად, როზაციას სამკურნალოდაც იყენებენ, ოღონდ უფრო მაღალ პროცენტს, რა თქმა უნდა, რასაც რეცეპტის გარეშე ვერ ყიდით. არაჩვეულებრივია, მაგრამ არა 15 მილilitrიანი შეფუთვა, არა 10% და არა 46 ევროდ. ძალიან მწუხარ შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშეა, მშრალი ალკოჰოლის გარეშეა. კი ბატონო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენს საბანკო ანგარიშზე არის დამოკიდებული. ყოველი თვის ბოლოს 46 евро მზად უნდა გქონდეთ ახალი შეფუთვისთვის, თუ გინდათ რომ რეგულარულად გამოიყენოთ აზელეინის მჟავა. თან, როცა რეალურად მძიმე პრობლემა გაქვთ კანზე და გინდათ რომ სამკურნალოდ გამოიყენოთ და მაქსიმალურად სწრაფად მაქსიმალური ეფექტი მიიღოთ, დღეში 2 ჯერ გამოყენებას უწევენ რეკომენდაციას. დილას აღამოს რუტინაში. ეს 15 მილilitrიანი შეფუთვა ალბათ თვის ბოლომდეც აღარ გეყოფათ. მოკლედ
ცუდი არაფერი არ არის შეგნით, პირიქით, როგორც გითხარით, ფავორიტია ჩემი აზელეინი. უბრალოდ მე პირადად 46 ევროს 10%-იან აზელეინი შეგდავდი. ოკეი, შემდეგი რაც ძალიან გაინტერესებდათ და რამოდენიმეჯერ უკვე გიკითხავთ, ესე კონკრეტულად ეს პროდუქტი არის მათი 15%-იანი C ვიტამინის შრატი. 51 ევროთ. ასევე 15 მილილიტრიანი შემოვლება. მართალი რო გითხრათ, ამ ფასად ნამდვილად ველოდებოდი ასკორბინის მჟავას. ნამდვილად ველოდებოდი სუფთა C ვიტამინს. სამწუხაროდ არა. 3-O-ethyl ascorbyl acid გვაქვს. ეს არის C ვიტამინის ზეთოვანი ფორმა. პლუსი, თავი პლუსი არის ის, რომ ძალიან სტაბილურია. განსაკუთრებით ცნობილია C ვიტამინის ეს ფორმა კანის ტონზე და ფერზე გამოსაყენებლად. ისაც ლაქები გაქვთ, კანის ერთიან ტონში და ფერში მოსაყვანად ძალიან მოგეწონებათ, ძალიან კარგი ინგრედიენტია. მე მიყვარს C ვიტამინის ეს ფორმა, როცა ფასიც შესაბამისია, მოდით ასე ვთქვათ. ეს უშუალოდ ასკორბინის მჟავა არ არის. 3-O-ethyl ascorbyls ისეთი ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები არ აქვს, როგორც ასკორბინის მჟავას. ეგ გაითვალისწინეთ. სამაგიეროდ უფრო ხანგრძლივადაც რჩება სტაბილური, თუმცა 15 მილილიტრიანი შეფუთვისთვის ეგ ისეთი მნიშვნელოვანი აღარაა. ორ კვირაში რო ცარიელია შეფუთვა, ორი კვირა რა ვიცი, გახსნილი რძის შეფუთვა ძლებს მაცივრის გარეშე. აქ სტაბილურობაზე შესაბამისად არ ვიდარდებდი, თუმცა ფასზე ვიდარდებდი. ამ ფასად ეს ფორმა C ვიტამინის ასეთი მოცულობით, გულწრფელად გეტყვით, მე პირადად არ გადავიხდიდი ამაში ამ თანხას, თუმცა იმასაც გავიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ ცუდი არაფერი არ არის შეგნით, პირიქით, ძალიან კარგი ფორმა, როგორც გითხარით და ძალიან სტაბილური C ვიტამინის, თუ თქვენი ბანკის ანგარიში არ გაგიჯავრდებათ. კი ბატონო. შემდეგი გვაქვს 2%-იანი BHA-ის შრატი. BHA არის ბეტა-ჰიდროქსიდ მჟავა, იგივე სალიცილის მჟავას, რასაც ვეძახით, 15 მილილიტრიანი შეფუთვა 41 ევროთ. კარგით რა. 2%-იანი სალიცილი, სერიოზულად? როდის მერე, რატომ? სალიცილი მაინც არ არის ეს თემა, რომ ეხა გარნიერიდან დაწყებული და ბალიათი დამთავრებული ყველასთან ნახავთ 2%-იან სალიცილის მჟავას. ანუ არ ვიცი, ხა ეგეც ესეთი თემა ხო არ არის, რომ ვაუ, სალიცილი. შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშეა, zinc gluconate აქვს ასევე. zinc gluconate არის თუთიის მარილოვანი ფორმა, რომელიც კარგი ანტიანთებით ინგრედიენტია და გამონაყარზე ძალიან კარგია, ისევე როგორც სალიცილის მჟავა, ანუ პრობლემური კანისთვის არაჩვეულებრივია, უბრალოდ მარტივი შედარება რო გაგიკეთოთ, ერთი ვნახო აბა Paula's Choice-ის BHA-ის რაღერს, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს და წლებია, მე მგონი ყველას ფავორიტია და თითო შეფუთვა, ერთ მინი შეფუთვა მაინც მე მგონი ყველას გვაქვს დაცლილი, ხო? Paula's Choice-ის 118 მილილიტრიანი შეფუთვა შეგიძლიათ 39 ევროთ შეიცია. Paula's Choice-ი 118 მილილიტრიანი და ბიოდროგას 15 მილილიტრიანი 2%-იანი BHA. არ ვიცი, მე დამიტესტავს Paula's Choice-ი და მომწონს ძალიან. BHA რასაც უნდა აკეთებდეს, აკეთებს. სასწაულებს ვერ ახდენს რა თქმა უნდა, მაგრამ კარგი ანტიბაქტერიული და ანტიანთებითი ინგრედიენტია, გამონაყარზე არაჩვეულებრივია, ფორების გასასუფთავებლად არაჩვეულებრივია. არ მესმის 41 евро რატომ უნდა გადაიხადო მაგაში, მithumetes როცა 15 მილილიტრიანი შეფუთვით იღებ, ეს კიდე ცოტა უფრო ხანგრძლივად დაგრჩებოდი მხრივ, რომ ეხა BHA-ს რეალურად 10 დღეში ორჯერ იყენებთ და ყოველდღიური პილინგიც მაინდა-მაინც არავის არ ჭირდება და ალბათ კვირაში 2-3 ოკეი, ალბათ ეს ერთი 2 თვე მაინც გეყოფათ ეს შეფუთვა, მაგრამ ოკეი, შემდეგი გვაქვს რეტინალის შრატი, რა თქმა უნდა, ის 15 მილილიტრიანი შეფუთვით. აქ უკვე 51 ევროზე ავდივართ ოფიციალური საიტის ფასით. 51 ევროზე 15 მილილიტრიანი რეტინალისთვის. და როგორც ვუყურებ, პროცენტული მაჩვენებელი საერთოდ არ აწერია. არ ვიცი, თუ იცით კულისების ინფორმაცია თუ გაქვთ ვინმეს ოფიციალურ საიტზე არ იძლევიან ინფორმაციას, რა პროცენტულ მაჩვენებელში იხდით 51 ევროს. ანუ ამ ბრენდის რეტინალზე რო გადადიხარ, რომელიღაცა სხვა ბრენდის რეტინალიდან უფრო ძლიერ პროდუქტზე გადადიხარ, უფრო მსუბუქ პროდუქტზე გადადიხარ, როგორ უნდა გაიქო? ანუ თუ არ გადაიხადე ეს 51 евро სატესტო ვარიანტში რო დაცალო შეფუთვა და ნახო. ხო, ეს მგონი უფრო ძლიერია ვიდრე ვიყენებდი, ან ეს უფრო მსუბუქია ვიდრე ვიყენებდი, ისე ინგრედიენტები სამწუხაროდ მაგას ვერ გაიქებთ, რაც ძალიან არასწორია, როცა ასეთ ძლიერ ანტიასაკობრივ ინგრედიენტს ეხება საქმე. რეტინოლის კი რეტინალის შესახებ საუბრობთ. კიდევ უფრო ძლიერი ინგრედიენტის შესახებ ვიდრე რეტინოლია, რომელთანაც საკმაოდ ფრთხილად უნდა იყო. მithumetes თუ დამწყები ხარ, მithumetes თუ ეხა გადადიხარ ამ ძლიერ საფეხურზე, საჭიროა პროცენტის ცოდნა ამ შემთხვევაში. პროცენტული მაჩვენებელი პროდუქტში ყოველთვის ყველაფერი არ არის.
მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ავტომატურად უკეთეს შედეგს და ავტომატურად უკეთეს პროდუქტს არ გულისხმობს. მაგრამ ასეთი ინგრედიენტის შემთხვევაში გჭირდება ეს ინფორმაცია. მნიშვნელოვანია. არა, ამ გაურკვეველ რაღაცაში 51 ევროს არ გადავიხდიდი ნამდვილად. შემდეგი გვაქვს 20%-იანი ნიაცინამიდის შრატი, ამ შემთხვევაში საკმაოდ მაღალ პროცენტულ მაჩვენებელზე მივდივართ, 46 ევროთ, ასევე 15 მილilitrიანი შეფუთვა. ესეც შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშეა. სხვადასხვა ეს აზელეინსაც შეიცავს და ძალიან საინტერესოა ნეტალ რა პროცენტული მაჩვენებლით არის შიგნით აზელეინიც. იმიტომ რომ იქ ცალკე აზელეინი გაქვს. აქ ნიაცინამიდი თუ ასევე პროდუქტი აქვთ ერთი შრატი, რომელშიც ორივე პროდუქტს ერთად იღებთ, რატომაც არა ორი ცალ-ცალკე შრატის შეძენას, მაშინ მხოლოდ ამას იყიდი და ნიაცინამიდსაც იღებ და აზელეინსაც ორი ერთში, ხო? უბრალოდ თემა ის არის, რომ წინა აზელეინის შრატისგან განსხვავებით, აქ რა თქმა უნდა არ გიზიარებენ რა პროცენტული მაჩვენებლით არის შეგნით აზელეინი. ჭკვიანები არიან. ის ცალკე უნდა იყიდო, ეს ცალკე უნდა იყიდო. 20% ნიაცინამიდი უკვე სერიოზული პროცენტული მაჩვენებელია. ყველას არ შეუძლია სხვათა შორის ასეთი მაღალი პროცენტული მაჩვენებლით ნიაცინამიდის გამოყენება. ზოგისთვის ორდინარის 10%-იანი ნიაცინამიდის კი წვას იწვევს სახეზე, ნიკოტინის მჟავის შესახებ საუბრობთ და რა გასაკვირი, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, რამდენად არის თქვენი კანი ასეთ ძლიერ პროცენტულ მაჩვენებლებს მიჩვეული და რამდენად მგრძნობიარე კანი გაქვთ და გამოგადგება თუ არა რაღაცა ესეთი, იმიტომ რომ წარმოვიდგინეთ, ახლა 46 ევრო გადაიხადო 15 მილilitrიან შრატში და მე კანი აგიწვას და ვერ გამოიყენო. ოკეი, შემდეგი გვაქვს 3%-იანი CBD-ის კომპლექსი, შრატი 41 ევროთ 15 მილilitrიანი შეფუთვა. CBD რო დავინახე, ეს არის კანაბის ზეთის კომპლექსი. CBD რო დავინახე, ცოტა გამიკვირდა, დიდი ხანი აღარ შემხვედრია ეს ინგრედიენტი და აღარ გვისაუბრია ბოლო 2 წელი ალბათ, ხო? არც ერთი ბრენდის და პროდუქტის შესახებ, რომ CBD მეხსენებინოს სადმე. ძალიან საინტერესოა. სხვადასხვა თუ გახსოვთ, კორონას, აი პანდემიის შუა პერიოდში, სადღაც 20-21 მაგ პერიოდში იყო კანაბის ზეთის ბუმი და CBD-ის კომპლექსის ბუმი. თუ გახსოვთ, ყველა ბრენდი ცდილობდა რაღაცა ერთი პროდუქტი მაინც გამოეტანა ამ ინგრედიენტ ბაზარზე და მთელი TikTok-ი მაგის შესახებ საუბრობდა. ბოლო პერიოდია აღარ მსმენია რაღაც ესეთი განსაკუთრებული ამბები ამ ინგრედიენტის შესახებ. ნუ თვითონ რომ CBD-ს აქვს ძალიან კარგი დამამშვიდებელი ეფექტი კანზე, ეხმარება ანთებითი პროცესის დაცხრომას. მაგ მხრივ ძალიან კარგია, უბრალოდ ძალიან მცირე კვლევები გვაქვს ამ ინგრედიენტის შესახებ. ესე რთული სათქმელია რა პროცენტული მაჩვენებელია საუკეთესო ესე გარეგანი გამოყენებისთვის. ყველა ბრენდს საკუთარი წარმოდგენა აქვს მაგ თემაზე, იმიტომ რომ ესე კარგად არ არის ეგ თემა რეგულირებული შესაბამისი ორგანოების მიერ, რომ აი ზუსტად ითქვას, რომ აი ეს პროცენტული მაჩვენებელი არის საუკეთესო არჩევანი, იმიტომ რომ შესაბამისი კვლევები არ არსებობს და როგორც ჩანს, ისეთი პოპულარული ინგრედიენტიც არ არის, რომ ბრენდებს სერიოზული ინვესტიციის გაკეთება უღირდეს ამ ინგრედიენტზე კვლევების ჩატარებაში. ის მცირე კვლევები კიდე რაც გვაქვს, ნუ ბევრს გამოაქვს, როცა ორალურად იღებ CBD-ს, აი რა ეფექტსაც გაძლევს, ბევრს ეგ გამოაქვს, ასე ტოპიკურ გამოყენების შემთხვევაშიც იგივე ეფექტია. რაც ასე ერთ-ერთი რა თქმა უნდა ეს იგივე არის, ახლა კოსმეტოლოგიურ მომსახურებას სახლის პირობებში გამოყენებულ ინგრედიენტს რო შეადაროთ, დაახლოებით ეგეთ რაღაცა არის. ამიტომ დოზა, სიხშირე, სამწუხაროდ ამ თემაზე ისეთი საკმარისი რაოდენობის ინფორმაცია არ გვაქვს, რომ ესე თავისუფლად შევძლო, რომ გავუწიო ამ ინგრედიენტს ესე ფართო მასებისთვის საჯაროდ რეკომენდაცია. მაგრამ ბევრი სხვა ძალიან კარგი მცენარეული ექსტრაქტია კიდევ შიგნით. ამიტომ შენ გაიგე ხა ეს არაჩვეულებრივი მცენარეული ექსტრაქტების კომპლექსი იძლევა კარგ შედეგს თუ ეს CBD-ის კომპლექსი მხოლოდ. მაგასაც ესე ზუსტად თქონდა ვერ ნუ თუ პროდუქტი ეფექტურია, მაგრამ არ ვიცი რამდენად დავუბრალოთ ეგ CBD-ს. მოკლედ თუ მაინდა-მაინც ამ ინგრედიენტის დატესტვა გინდათ, მაინდა-მაინც 41 ევროიანი შრატით ნუ დაიწყებთ. ეს შემიძლია გითხრათ. ოკეი, შემდეგი გვაქვს Essence, გერმანულად Hautverfeinernde წერია, რაც კანის ტექსტურის გამოუმჯობესებელ შრატს გულისხმობს. ნუ რა თქმა უნდა 15 მილilitrიანი შეფუთვა გვაქვს 34 ევრო, თუ ცოტა ქვემოთ წამოვედით, საინტერესოა. აქაც გაითვალისწინეთ, რომ ამ შრატში მთავარი ვარსკვლავი, ასე ვთქვათ, არის 3-ethyl ascorbyl acid, C-ვიტამინის ფორმა. ანუ თუ ის C-ვიტამინის შრატი უკვე გაქვთ, მაგალითად ამ ბრენდის, ეს შრატი დამატებით არ გჭირდებათ. დაახლოებით ერთსა და დაახლოებით
გავითვალისწინოთ დაახლოებით, მაგრამ ერთსა და იმავე რაღაცას იყენებთ ახლა 100 ევრო ორი სხვადასხვა შრატისთვის, რომელიც ორივე 3 ეთილ ასკორბილს შეიცავს. ნამდვილად არ გჭირდებათ. შემდეგი ესენცია შეფუთვები გვანანო სხვათა შორის ძალიან ერთმანეთს არ დაგაბნიოთ მაგ ამბავმა ელასტიურობისთვის, ასე ვთქვათ, განზე, რომ გამაახალგაზრდავებელი ეფექტით დაიძინებ, გაიღვიძებ დილით, ისევ 19 წლის ხარ და თვალებს ვერ უჯერებ. დაახლოებით მაგ ამბავს გიყვებიან. 15 მილilitrიანი შეფუთვა 39 ევროთ პაკუჩიოლის შრატია. 39 ევროიანი პაკუჩიოლის შრატია. პაკუჩიოლი არაჩვეულებრივი მცენარეული ანტიოქსიდანტია. მე მიყვარს პაკუჩიოლი, უბრალოდ იჩაგრება ძალიან, იმიტომ რეტინოლს და რეტინალს ადარებენ ხოლმე და როგორც მის ალტერნატივას ისე ხედავენ და არ არის საწყალი ინგრედიენტი რეტინალის და რეტინოლის ალტერნატივა მაგდენს ვერ გაჩავს და იჩაგრება მე მაგის გამო ხშირად, მაგრამ არაჩვეულებრივია ასაკოვანი რუტინისთვის განსაკუთრებით. ანუ თუ ეხა იწყებთ ანტიასაკობრივი რუტინის შედგენას და რაღაცა ძალიან მსუბუქად და ძალიან დამწყებთათვის და ძალიან გრძნობიარე განეცვის რაღაცა მაგ მხრივ გინდათ რუტინის აწყობა, პაკუჩიოლით შრატები არაჩვეულებრივია. უბრალოდ ამათი ის თქვათ რეტინალის შრატი თუ გაქვთ ან ნებისმიერი რეტინალის შრატი თუ გაქვთ უკვე რუტინაში ეს დამატებით არ გჭირდებათ. დამატენიანებლებზე მინდა გითხრათ 1-2 სიტყვით, იმიტომ რომ გვანან ძალიან დამატენიანებლების შეფუთვები ერთმანეთს და სახელებიც ცოტა არც იმედია საქართველოში ინგლისური წარწერებით შემოდის და არა გერმანული წარწერებით ან ქართულად შემდეგ წესიერად აქვთ დაკრული ზეთ ისე რომ გაიგო ეს პროდუქტები ანუ მაგალითად აქვთ 24 საათიანი დატენიანება და შემდეგ 24 საათიანი დატენიანება Reichhaltig არის გერმანულად იგივე რაც ინგლისურად არის rich moisturizer ანუ rich ასეთი მსუყე სქელი კრემი რაც არის ეგ არის Reichhaltig auf Deutsch გერმანულად. შესაბამისად მაგას რო წაიკითხავთ შეფუთვაზე, გაითვალისწინეთ, რომ ეგ არის უფრო მშრალი, გაუმშრალი ასაკოვანი კანის ხამის მკვევავს, რასაც ეძახიან სვეცკურ ენაზე. აი დაახლოებით ეგ ამბავი არის ვიდრე თქვა ჩვეულებრივი 24 საათიანი დატენიანება რო აწერიათ. აქ ჩვენ გელი რომელსაც აწერიან, ხა ეგ ძალიან მარტივი მისახვედრია, რომ კომბოცხიმიანი განესთვის და უფრო მსუბუქი და უფრო ცხელი სეზონის დამატენიანებელი იქნება. მაგას მიაქციეთ ყურადღება, რომ ეგენი არ აგერიოთ ერთმანეთში და იცოდეთ რას ყიდულობთ. რეტინალით აქვს ხოთა შორის კიდევ ერთი დამატენიანებელი და ეგეც გაითვალისწინეთ, როგორც გითხარით შეფუთვები გვანან ერთმანეთს, რომ იცოდეთ, რომ თქვათ, არ ვიცი, იქნებ ორსულობას გეგმავთ ან ორსულად ხართ, რომ აი რეტინალით დამატენიანებელს არ იყენებდეთ ისე რომ არ დააკვირდეთ რომ რეტინალით დამატენიანებელს იყენებთ ისე თითო ხაზის დამატენიანებელში თითო ინგრედიენტი არის ვარსკვლავი ასე ვთქვათ მაგალითად რეტინალი როგორც ვთქვით აზიური სენტელა პეპტიდები არჩიეთ რომელი ინგრედიენტი გჭირდებათ იმ წუთას ყველაზე მეტად თავის მომლის რუტინაში ნახე პეპტიდების დამატენიანებელი რო არაჩვეულებრივი იქნება მაგას ორი სიტყვა არ უნდა არაჩვეულებრივი ჰიდრატური დამატენიანებლები არიან და კარგად დაარბილებენ და დაიცავენ კანის ბარიერს აი აქედან გამომდინარე ინგრედიენტიდან გამომდინარე არჩიეთ შემდეგ რომელი ხაზიდან გინდათ რომ დამატენიანებელი შეიძინოთ სხვა მხრივ რაღაცა ესეთი განსაკუთრებულად დიდი სხვაობა ამ დამატენიანებლების შორის ნაკლებადაა შეფერილი ცეცე და დედე ხო გერმანულ სისი და დიდი კრემები აქვთ SPF 25 და SPF 20-ით, ნუ ეხა იცით რომ მაგათ SPF-ად არ ვთვლი და ამით უმეტეს შეფერილს, იმიტომ რომ საკმარისი რაოდენობის ვერასდროს ვერ დაიტანს სახეზე. შესაბამისად SPF 25-ზე და 20-ზე ვერ ახვალ. დიდი კრემი ნიშნავს Dynamic Do All, ანუ დაახლოებით აი კაცების 7-1-ში რომ შამპუნია დაახლოებით ეგეთ რაღაცა ან daily defense-ად შეიძლება ნიშნავდეს, ან დღიურ დაცვასაც შეიძლება გულისხმობდეს. ან ერთს, ან მეორეს, ან შეიძლება ორივეც იგულისხმობდეს, მაგალითად შეფერილი პროდუქტი იგულისხმება SPF-ით, რომელიც მსუბუქ დაფარვას გაძლევს და ნუ თან გატენიანებს, თან მაკიაჟის ეფექტი აქვს, თან მზისგან ყველაფერი რო არის, ყველაფერჩიგი რო არის. აი დიდი მაგას გულისხმობს, რომ თუ ვინმესთვის სიახლეა, იმიტომ რომ დიდი კრემი მე მგონი არც შევხვედრია ხო არ მახსოვს რომ ამ თემის შესახებ მესაუბროს ჩემს არხზე და თუ ვინმესთვის სიახლეა ნუ დაახლოებით სისი კრემი წარმოიდგინეთ უბრალოდ ნუ სისი კრემი შეიძლება იყოს კორექციისთვის იმ მხრივ რომ მწვანე და სიცოცხლეების დასაფარ და რაღაცა დიდი თუ არის შეგნით ავტომატურად
დაახლოებით ტონალურის ეფექტს გულისხმობს, ანუ ფერი აქვს მაკიაჟის პროდუქტია შეგნით, ასე ვთქვათ, მსუბუქი დაფარვით. რეალურ მზის განდამცავს რაც შეეხება, ერთი პროდუქტი არის მე რაც ვიპოვე მათ ოფიციალურ საიტზე, რომელიც რეალური SPF 50-ია, LSF აწერია იგივე SPF-ს ნიშნავს, ეგ ანუ გერმანულად Lichtschutzfaktori, სინათლის განდამცავი ფაქტორი 50, 54 евро. მზის განდამცავი ესეთი ძვირი არ უნდა ღირდეს. მზის განდამცავი არის სამკურნალო პროდუქტი კანისთვის. პრევენციის საშუალება არის კანის კიბოს. არ შეიძლება რომ 50 მილiliტრიანი შეფუთო 54 евро ღირს, უბრალოდ არ შეიძლება. ინგრედიენტებს რაც შეეხება შერეული და ახალი შერეული მზის განდამცავია. ოკეი. ტიტანიუმ დიოქსიდის გვაქვს შიგნით, იმედი მაქვს რომ ტიტანიუმი ცოტა სითეთრეს არ დატოვებს. იმედი მაქვს რომ სხვა ფილტრებთან ესე კარგად არის შეზავებული, რომ თეთრი კვალი არ ექნება საბოლოო ჯამში და ახალი და ძველი ქიმიური ფილტრების თაობის ქიმიური ფილტრების ნაზავიც გვაქვს, ანუ შერეული და პლუს ძველი და ახალი თაობის ფილტრები. ესე შესაძლო გამაღიზიანებლებს გარეშეა. უბრალოდ 54 евро მზის განდამცავი, რომელიც ყველაზე სწრაფად უნდა გიმთავრებოდეს და ყველაზე ხშირად უნდა ყიდულობდე პროდუქტს. როგორც გითხარით, თქვენს ბანკის ანგარიშთან გაარკვიეთ. როგორ არის ეგ ამბავი თქვენთვის და თუ თქვენი ბანკის ანგარიში თავს არ წაიქცევს, კი ბატონო. კარგით მეგობრებო, დღევანდელი განხილვის ვიდეოსთვის სულ ეს იყო. შევეცადე რომ განსაკუთრებულად დამეთმოთ, რომ აქტიური ინგრედიენტებისთვის რადგან ეგენი ყველაზე მეტად გაინტერესებდათ, სიამოვნებით გამიზიარეთ კომენტარებში თქვენ რა დაგიტესტოთ ამ ბრენდისგან, რას უწევთ რეკომენდაციას, აი გულწრფელად რომ აი წარმომიდგენია ხა, ოფიციალური საიტის ფასები არ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ერთ-ერთში, მაგრამ საქართველოს რეალობაში სავარაუდოდ ეგრე უნდა ვიანგარიშოთ, არ მგონია რომ ამ პროდუქტებიდან 100 ლარზე, 100-130 ლარზე ნაკლები რომელიმე ღირდეს. თუ რაღაცა კონკრეტული ფასდაკლება არ არის, მაგრამ ასეთი ფასისთვის აი მართლა რეალურად გულწრფელად რას გაუწევდით რეკომენდაციას, რა დაგიტესტოთ და რეალური შედეგი რა მოგცათ და რამდენად სწრაფად მთავრდება მართლა ეს 15 მილiliტრიანი შეფუთვები, ეგეც საინტერესოა, სიამოვნებით შეგვიხმიანეთ კომენტარებში, თუ სხვა განხილვის ვიდეოები გაინტერესებთ. პლეილისტ აქტივებთ ვიდეოს ბოლოს, ერთდროს YouTube-ის ალგორითმით შეარჩევთ თქვენს ნახვებზე დაყრდნობით და თუ დრო გაქვთ სიამოვნებით გააგრძელეთ ყურება. არ დაგასვათ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს არხს და ყველა ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო, დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში.